რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს უკვე რა ხანია. მე თუ მკითხავთ, ჰიბრიდულ ომს რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ანუ 1991 წლის 9 აპრილიდან. ტალღებად არის ეს ჰიბრიდული ომი და მრავალკომპონენტიანია ეს ჰიბრიდული ომი. რასაკვირველია, ამ ჰიბრიდული ომის თანანაწილი არის კონვენციური ომი. ორჯერ მინიმუმ და რეალურად კი მეტჯერ რუსეთი დაგვესხა თავს ამ 25 წლის განმავლობაში. რასაკვირველია, გვახსენდება 2008 წელი აგვისტო, როცა რუსეთმა მოახერხა, ან ეცადა რუსეთი და შეაჩერა ქართული სახელმწიფოს განვითარება, კონვენციურ თავდასხმას გულისხმობ და ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, როცა რუსეთმა თავს მოგვახვია ეგრეთ წოდებული ეთნიკური კონფლიქტი აფხაზეთში, რეალურად კი ის იყო სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი და აფხაზის სეპარატისტები, ოსი სეპარატისტებიც გამოიყენა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათ შორის აწარმოა მანამდე მთელი კამპანიები მოწამვლისა იმ საზოგადოებისა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართვისა იმ საზოგადოების მომართვისა. 2008 წელი 90-იანი წლები ეს არის კონვენციური ომის შემთხვევები, თანანაწილია კონვენციური ომი, აქ იგითხარით ჰიბრიდული ომისა, თუმცა ჰიბრიდულ ომს სხვა გამოვლინებები, სხვა საცეცები, სხვა იარაღებიც აქვს. მაგალითად, ეკონომიკური ომი, აღარ მახსოვს რაგვარი იყო და მახსოვს პრინციპში. ხო, ის კი კარგად გამოვიყენეთ ჩვენ, მაგრამ როდესაც ონიშჩენკომ შეზღუდა ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე და თქვა, რომ ესენი რაღაცა საშინელებას ასხამენ და ამიტომ ზღუდავთო, ის კი კარგად გამოიყენეთ ჩვენმა მეწარმეებმა, განსაკუთრებით მსხვილებმაც, მაგრამ განსაკუთრებით საშუალო მეწარმეებმა და პატარა მეწარმეებმა და საუკეთესო ღვინო შექმნეს უკვე შემდგომ, საუკეთესო ქართული ღვინო შექმნეს უკვე შემდგომ წლებში. ისიც იყო ონიშენკოს გადაწყვეტილება და რუსეთის გადაწყვეტილება ეკონომიკურად ჩვენი მოხრჩობის თვალსაჩინოებად, მოხრჩობის სურვილი ჰქონდა მოსკოვს მაშინ. კარგი, ონიშენკო იქით იყოს და სხვა ამბებიც შეგვიძლია გავიხსენოთ. ფსიქოლოგიური ზეწოლები არის ერთ-ერთი იარაღი ამ ჰიბრიდული ომის საცეცი საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ვერ შედგებით სახელმწიფოდ. თქვენ ისეთი დაჩაჩანაკებულები, დაბეჭავებულები, გაუბედურებულები, ისტორიის არ მქონენი სახელმწიფოებრივ ისტორიას გულისხმობ. პრინციპში მაინც არ ახართ, იმიტომ რომ გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ თქვენ ვიდრე 1918 წლამდე ერთიანი სახელმწიფო არც გქონიათ. და ერთიანი სახელმწიფო რო გქონდათ 1918-დან 21 წლამდე არასრული 3 წლის განმავლობაში ისიც ჩვენ მოусპეთ, რომ თქვენ ვერ შედგებით, ვერ გახდებით ევროპული სივრცის ნაწილი. და აი ესე ითრგუნება ქართული საზოგადოება მთლიანად, ან ქართული საზოგადოების ინდივიდები, მაინც არაფერი გამოგვივა, იმიტომ რომ პატარები ვართ. და ამის კულტივი, ამის პედალირება და კულტივირება ხდება ხშირად. ეკონომიკური ექსპანსიის ნაწილი დამავიწყდა, თქვა და ახლა ვიტყვი, ეს არის ბევრი რუსის შემოსვლა, ეს დემოგრაფიული პრობლემაც არის, უსაფრთხოების თვალსაჩინო პრობლემაც არის, მაგრამ ეკონომიკური ექსპანსიაც არის, კაფეს ზეიხსნება თბილისის ცენტრში. ცუდი რა არის, რაც ჩვეულებრივი ყავით გაგიმას პინძლდებიან თითქოს, მაგრამ ამასობაში იდეოლოგიზირება ხდება. ამ კაფეებში რუსულ იდეოლოგიას ქადაგებენ, მეთქი თუ ვიტყვი, არც ეს იქნება გადაჭარბებული მატუშკა Россия вас спасает, თორე საბოლოო ჯამში თქვენ რას გახდებოდით, რას იზამთით. და რასაკვირველია, ეს არის აბსურდი, მაგრამ მეორე მხრივ ბევრი ქართველი რომ იჯერებს ისეთი ცრუ ნარატივი, ცრუ იდეოლოგია, ცრუ არასწორი იდეოლოგია, ცრუ მოსაზრებები, რუსეთისთვის სასარგებლო მოსაზრებები. ფსიქოლოგიური ზეწოლები, ეკონომიკური ექსპანსია, სამედიცინო სფერო, ვახსენოთ. კარგია თითქოს და ნამდვილად ვინოხერი. გარომ გაიხსნას თელავში, ზუგდიდში თუ, ახალ ქალაქში კლინიკა, რომელსაც დაარსებს რაღაც მოსკოვის რომელიღაც სამედიცინო ცენტრი. უკურნალებენ ადგილობრივებს, თელაველებს, ზუგდიდელებს თუ ახალ ქალაქელებს. მაგრამ ესეც იქნება ერთგვარი რუსული ექსპანსია. სწორედ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი თვალსაჩინოება. თქვენ ვერ აკეთებთ კლინიკას. თქვენ ვერაფერი ვერ შეგიძლიათ, ვერაფერს ვერ აკეთებთ. აი ჩვენ გაგიკეთეთ და ჩვენ გმკურნალობთ თქვენს პენსიონერებს, ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სქესის
წარმოადგენებს კარგი სერვისებიც ექნება ახალ ქალაქსა თუ ზუგდიდსა თუ თელავში ამგვარ რუსულ კლინიკას განა არა ოღონდ დაიწერება არა ექიმი ხელმარჯვნივ არამედ ვრაჩ ხელმარჯვნივ რომელიღაც ეტაპზე ამაზეც კი გადავლენ და ეს არის სწორედ რუსული ექსპანსიის ერთი თვალსაჩინოება ესეც იქნება მათ შორის ექსპანსია ქართულ საზოგადოებაში და ექსპანსია ქართული ენის განდევნა რაც ხდება კიდეც იმიტომ რომ სულ უფრო ხშირად და ყოველდღიურად ჩნდება აბრაწარწერები იცით თქვენ რომ აი მაგალითად ამგვარი რესტორან ან მაგალითად ერთ-ერთი ვაკეში იყო თუ არ ვცდები რუსულად ეწერა ეს სახელდახელ თავის მიერ თვითშემოქმედება აბრა ჰქონდა გამოტანილი რომ ამა და ამ სკამზე ეს ჩემი საკუთრებაო გავიხსენებ სად იყო ზუსტად თუ არ ვცდები ვაკეში ერთ-ერთ შესახვევში თუ არ ვცდები შესაძლოა ვერაზე ეს ჩემი საკუთრებაა და ამ გარე სივრცეში არსებულ სკამზე ხო არ ნუ დაჯდებითო eta mayo imущество აი ესე ეწერა რუსულ ენაზე და ისა აქ თქვენ საჯარო სივრცე კი არა ქუჩაზეა ეს კაი მაგრამ ნუ ჯდებითო ესეც ხო გარაჩვეულებრივი იქნება იმ კაფეს პატრონი წერს ამას კაფეს პატრონთან ურთიერთობა კარგი იქნება თუ არა მისი მოწოდებული ხავა კარგი იქნება განა არა მაგრამ ესეც არის რუსული ექსპანსია ანუ ეს ერთი კაცის მფლობელიც არის ჰიბრიდული ომის ელემენტი ასეთის გახსენება ბევრი შეიძლება მედია ომზე აღარც ვიტყვი რუსეთი ქართულენოვანი მედია საშუალებებით რუსეთის დამკვიდრებას ჩაბეტონებას ცდილობს აქ და ქართულენოვანი მედია საშუალებები აქ იგით ხარით და ბევრჯერ მithქვამს და სულ გავიმეორებ არის მინიმუმ 4 ონლაინ მედიებზე არაფერს ვიტყვი ეს არის ონლაინ მედიებზე ამ მარშალ პრესებზე და კიდე ყოველდღიურად რო ჩნდებიან და სულ $3000 რო ღირს მათი ყოველთვიური შენახვა იმ გვარ სააგენტოებზე არც არაფერს ვიტყვი მაგრამ აი მეინსტრიმ მედიიდან ეს არის იმედი ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის რუსთავი და ეს არის პოსტივი რადიო არხები სიმართლე გითხრა არც ვიცი რამდენია ხო კიდევ ალბათ იქნება მეინსტრიმ მედიიდან მაესტრო რომელიც არ მინახავს არ შემიხედავს მაესტროსათვის უკვე რახანია და ასე შემდეგ შესაძლოა რადიო არხებიც ონლაინ არხები რაღაცა უცნაური გვერდები და ასე შემდეგ twins უჭედავენ ქართულ ენაზე ოღონდ რუსული ნარატივით ეს მედია საშუალებები ქართველ ამომრჩეველს აჯერებენ რა სისულელეებსა და სიგიჟეებში მაგალითად სიგიჟეში და ტყუილში აბსურდში და აბსურდსა და ბოროტებაში რომ დასავლეთი ჩვენი მტერი ამას ცენტრალური ყველაზე რეიტინგული არხი რო ჰქვია იმ არხიდან ყოველდღე თავაზობს ყოველდღე გვეუბნება რომელიმე ერთი ან რომელიმე 5 წამყვანი ერთ-ერთი სფერო რასაც არ ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას არის განათლების სფერო და მე გეტყვით რომ ჩემი მოსაზრებით ის რაც დაიწყო საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ განათლების სფეროში ანუ ეგრეთ წოდებული დეფორმა რომელსაც მე განათლების კოლელობას ვუწოდებ არ არის ისე შემთხვევით მოგონილი მოფიქრებული ერთი მიქანაძის ერთი მისი მოადგილე ღირსიაშვილის რომელზეც მინდოდა ვიდეო ბლოგის გავაკეთება და აუცილებლად გავაკეთებ ერთი ღირსიაშვილის ერთი მიქანაძის ერთი კობახიძის ერთი ივანიშვილის მიერ არა ეს არის ჯაჭვის ერთ-ერთი და მხოლოდ ერთ-ერთი რგოლი სხვა რგოლებიც აქვს ამ ჯაჭვს რომ ვიცოდეთ მაინც ოღონდ აქტორები ან შემქმნელები ამ დიდ ჯაჭვში ამ რგოლების ჩამომცმელები სხვები არიან ამ სხვა რგოლებისა თუ რგოლუკებისა მთავარი რასაკვირველი არის რუსეთის ფედერაცია რომელიც პარალელურად ჩვენ გვთავაზობს შემდეგ რამეს გვეუბნება რომ თქვენი სტუდენტები ახალგაზრდები 18 წლისანი 19 წლის სკოლა დამთავრებულები აბიტურიენტები უკვე ვეღარ მიიღებენ განათლებას ბერლინში, ვენაში, რომში, ლონდონში, შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან ვერ მიიღებენ იმიტომ რომ ამ თქვენმა ტიპებმა კობახიძემ მიქანაძემ ღირსიაშვილმა და პირველ ყოვლისა კი ბიზინა ივანიშვილმა და კიდე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვინც არის საქართველოს პარლამენტად წოდებულ ორგანო თავყრილობაში იმან და კიდევ სხვებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილებები იმიტომ რაღაც 3 წლიანია მაგალითად ბაკალავრიატის შესაძლებლობა ესპობათ რომ უცხოეთში გააგრძელონ სწავლა სასკოლო განათლებაშიც განათლების პროცესი განათლების რეფორმად წოდებულ დეფორმის პროცესში საშინელებები ხდება და ასე შემდეგ
სამაგიეროდ ჩვენ გვთავაზობთ რუსები გვთავაზობენ რომ ქართველმა სტუდენტებმა აბიტურიენტებმა მოსკოვებში რუსეთებში გააგრძელონ სწავლა სულ გადაჭარბების გარეშე სულ დაახლოებით კი არა ზუსტად 600 უმაღლესი სასწავლებელია რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს უფასო სწავლას университет, Российский экономический университет имени Плеханова, Московский педагогический государственный университет, Первый Московский государственный медицинский университет имени Сеченова, а еще Высшая школа экономики, Финансовый университет, Российская академия народов. მიაქციეთ ყურადღება გარდა იმისა, რომ რუსულად ლაპარაკობს ეს ქალბატონი. აქ ამ გვერდზე, რომელიც გამავრცელებელიც არის თბილისი თოქი, ასეთი Facebook გვერდი, ქართულადაც არის თარგმნილი და ქართული შესაბამისი ტიტრებიც ადევს. თარგმანი адევს, რასაც ამბობს იმ სიტყვებს, რასაც ამბობს, წარმოთქვავს, გვიზიარებს ეს ქალბატონი. ნახეთ. Хозяйство ГИТИС и многие другие российские вузы готовы принимать на учебу грузинских студентов абсолютно бесплатно. ანუ რო გითარგმნოთ და თქვენ ვერ კითხულობთ სავარაუდოდ. უამრავი და კიდევ ბევრი უმაღლესი სასწავლებელი რუსეთისა, ГИТИСი და არა მხოლოდ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არა მხოლოდ კიდე რაღაც ეკონომიკური უნივერსიტეტი და არა მხოლოდ და ასე შემდეგ. მზად არის მიიღოს ქართველი სტუდენტები ყოველგვარი საზღაურის გარეშე უფასოდ ამ უნივერსიტეტებში ჯამში აქ გითხარით არის 600 უნივერსიტეტი. ეს კარგად უნდა გავიგოთ, რომ მოსკოვში და რუსეთებში სწავლა მიუხედავად იმისა, ის უფასო იქნება თუ არა, პირველ რიგში არის არა სწავლა ფიზიკისა, ან სწავლა რაღაც ლიტერატურისა, ან ქიმიისა, ან მაღალი ტექნოლოგიების, ან ბიზნეს ადმინისტრირებისა, ან რამისი სამედიცინო უნივერსიტეტში იქ რაღაც სამედიცინო განხრით ცოდნა განათლების მიღებისა. არამედ ეს არის პირველ რიგში იდეოლოგიური ზეწოლა და იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობა ქართველ ახალგაზრდებს. ეს არის არ არის განათლება, არ არის მით უმეტეს ღირსეული განათლება. ეს არის რუსულ თარგზე, რუსულ ყაიდაზე იმ ახალგაზრდების მოჭრის მცდელობა, რომლებიც მაინც მიზეზთა გამო უკაცრავად სიტყვისთვის და მოითაფლებიან, დაიკერებიან და გაემგზავრებიან რუსეთებში, მოსკოვსა თუ პეტერბურგსა თუ ომსკსა თუ ჩელიაბინსკში და იქ გააგრძელებენ სწავლას. ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ელემენტი, რომ ამ 600 უნივერსიტეტში 600 სტუდენტი რომ წაიყვანონ, 600 ახალგაზრდა რომ წაიყვანონ, გარკვეული პერიოდის შემდეგ 600 ახალგაზრდას დაუბრუნებენ საქართველოს მოწამლულს და გაუბედურებულს. მაგრამ ესეც არ არის მთავარი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიგოთ, ამაზე წერს ხოთა შორის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანიაც, კარგად გავიგოთ ერთი რამ. რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან, განსაკუთრებით ბიჭებს ეხება ეს, მამაკაცებს ეხება ეს. რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან არსებულ და სამომავლო ომებში, რომლებსაც აწარმოებს პუტინის ხელისუფლება, ან აწარმოებს მომავალში პუტინის შემდგომ მოსული ნებისმიერი ლიდერი, ნებისმიერი გვარის წარმომადგენელი, ნებისმიერი გვარის პრეზიდენტი, გაიწვევენ სტუდენტებს, რომლებიც არიან ამ უმაღლეს სასწავლებლებში, ეთნიკურად და ეროვნებით რუსებსაც და მათ შორის იმ პირებსაც, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან ჩასულები სწავლის გასაგრძელებლად რუსეთის დედაქალაქში და არა მხოლოდ დედაქალაქში. ნახეთ, რა წერს გიგა ზედანია. ილიას უნივერსიტეტს ყველაზე ღიად პროდასავლურ უნივერსიტეტს 92%-ით შეუმცირეს სტუდენტების მიღება. 100-დან 800 მიიღებენ და 92-ს არა. ამ 92-დან 10-ს პირობითად 12-ს მოუნდება უმაღლესი განათლების მიღება სადმე და ვერ მიდის ვენაში, ბერლინში, რომში, ლონდონში, შეერთებულ შტატებში, ნებისმიერ ქალაქში, იმიტომ მათ შორის იმიტომ რომ ზვირია გადასახადი იქ კერძო უმაღლეს სასწავლებელში და ყველა ვერ იქნება უაღრესად მოსწრებული, რომელიც უფასოდ ჩააბარებს იქ ან დაფინანსებას მიიღებს სრულს თუნდაც 80%-იანს. მაგრამ განათლების მიღება უნდა ამ 92-დან 92, ესე იგი 8%, 92 სტუდენტი აბიტურიენტი ახალგაზრდიდან
უნდა განათლების მიღება და 12 შესაბამისად მიიღებს 12 შეიძლება სასაბამისად მიიღოს განაცხადება იმის თაობაზე, რომ სადმე წავიდეს ოღონდაც კი. და აი ამ დროს რუსებიც თავაზობენ, რომ მოდით ჩვენთან, ჩვენ ჩაგაბარებინებთ ჩვენს უნივერსიტეტებში ლომონოსოვში და არა მხოლოდ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პეტერბურგის, ომსკის თუ ჩელიაბინსკის თუ ამ 600-დან ნებისმიერში, რომელსაც შენ აარჩევ და დაადებ ხელს, ოღონდაც კი ჩამოდი და ფასად თანხას არ გადაგახდები. და ჩახავთ, ვინც ის იქნება ბინითაც უზრუნველყოფენ და სტიპენდიითაც კი. და სწამლავენ პირდაპირ მნიშვნელობით. მე აგრძელებს გიგაზედანია, მთელი ქართული განათლების სისტემა აქციეს შეუთავსებლად ევროპულთან, სწავლის ხანგრძლივობის 3 წლის შემცირების გამო, რის შედეგადაც ქართველი ახალგაზრდები ევროპაში მასობრივად ვეღარ ისწავლიან. ანუ ის 8 კაცი რომ მოხვდა ილიას უნივერსიტეტში 100 უნდა მოხვედრილიყო და 8 მოხვდა, 92 ვერ მოხვდა, არ მოხვდა. იმ 8-საც კი უკრძალავენ, უზღუდავენ ევროპაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. და ამის პარალელურად წერს გიგაზედანია და მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რუსეთის 600 უნივერსიტეტი ხსნის კარებს ქართველი სტუდენტებისათვის. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა რუსეთში ძალიან ხარისხიანი განათლება მიიღეთ, ოღონდ რომ იცოდეთ. რუსეთის განათლების სისტემა არის რამდენიც მახსოვს და შემიძლია გადავამოწმო. რამდენიც მახსოვს არის 70 თუ 80 200 ქვეყანა ხო არის მსოფლიოში. 80-ეულშიც კი არ არის, 85 თუ 87-ია ხარისხი განათლებისა, რომელსაც აძლევს სპეციფიკურ დარგებშიც კი, რომელიც არა იდეოლოგიზირებული და არა პოლიტიზირებულია, რუსეთი აფრიკული სახელმწიფოებიდან ყველას არა ისის, მაგალითად სამხრეთ აფრიკას განათლების სისტემით სულაც არ ჯობს, ან ჩრდილოეთ აფრიკიდან რამდენიმე სახელმწიფოსაც ალბათ, ტუნის ასე მაგალითად და აფრიკულ ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოებს ან ზოგიერთ სამხრეთ ამერიკულ ან ცენტრალურ ამერიკულ სახელმწიფოს ან აზიურ სახელმწიფოებს შესაძლოა სჯობდეს კიდეც. ოღონდ საშინელი დონეა რომ ვიცოდეთ. საქართველოში ხარისხიან განათლებას ანადგურებენ წერს გიგა, ევროპაში განათლებისთვის წასვლას თითქმის შეუძლებელს ხდიან ამატებს ამას და რუსეთისაკენ მიერეკებიან ახალგაზრდებს. ოღონდ რუსეთის უნივერსიტეტები ჯარისკაცების სამობილიზაციო ადგილად იქცა ბოლო პერიოდში და მეც ეს ვთქვი სწორედ. თუ გაუშვებთ თქვენ შვილებს, თუ წახვალთ ახალგაზრდებო, რამდენიც მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ოღონდაც კი განათლება მიიღოთ. ოღონდ უნდა იცოდეთ, რომ იქ ფიზიკას არ გასწავლიან, იქ ქიმიას არ გასწავლიან, იქ თუნდაც კარგ რუსულ ლიტერატურას არ გასწავლიან. დოსტოევსკის, რომელზეც შეგვიძლია ბევრი ვიბიჭდეთ, რა საკვირველია. გასწავლიან 1 ლექციის პარგლებში და არა სრულყოფილად. და დანარჩენი 99 ლექციის პარგლებში თქვენ გასწავლიან როგორი არის რუსეთი და როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა იპყრობდეს ის მეზობელ სახელმწიფოებს, როგორი დიდმყრობელური უნდა იყოს ის. გასწავლიან ამას არა პირდაპირ. გასწავლიან ამას FSB-ში შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. და დაგაჯერებენ, რომ თქვენი დედასამშობლო საქართველო ამ შემთხვევაში ვერ შედგება სახელმწიფოდ რუსეთის დახმარების გარეშე. და თქვენ დაუბრუნდებით, დაგაბრუნებენ საქართველოში წლების შემდეგ სწორედ ასეთ მოწამლულებს, გოგოებს თუ ბიჭებს. და მერე მოგთხოვენ კიდეც, რომ აქტიურად ჩაერთოთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამაზეც კი წავალენ, რადგან ლომონოსოვის თუ რაღაც რომელიმე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურს დამთავრებულები ხართ, მანამდე შეიძლება მაგისტრატურას გაგაკეთებინონ იქვე სადმე უფასო. ესეც რომ ვიცოდეთ, მაგრამ ეს კიდე კარგი ვარიანტია ბჭყალებში. მანამდე ბიჭებს და მამაკაცებს გულისხმობ გაგრეკავენ იმ ომებში, რომლებშიც რუსეთი მისდაუნებურად არა, აბსოლუტურად შეგნებულად არის ერთვება უკრაინაში და არა მხოლოდ უკრაინაში. უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში. უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში საკუთარი ჯარისკაცები ხავს, სამხრეთ ამერიკაში ხავს საკუთარი ჯარისკაცების, მოსაზღვრე ქვეყნებში, აზიაში მათ შორის საკუთარი ჯარისკაცები ხავს და ეს არის დიდმყრობელური ის ქვეყანა, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია ომის, ბრძოლის, სხვათა დაჩაგურის, განადგურების, იმპერიალისტური ზრახვების აღსრულების გარეშე, ან აღსრულების სურვილის დაფიქსირების და სისხლის ღვრის გარეშე. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. გიგა ზედანიას ბოლო სტატუსის ბოლო წინააღმდება ამგვარია, თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი საქართველოში გაიმარჯვებს. მე თავისუფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ რუსეთი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ასე
არ გაგრძელდება, თუმცა გაჩვენებთ ამ ვიდეო ბლოგს ბოლომდე, ამ ვიდეო კონტენტს, უფრო ზუსტი რო ვიყო, ამას კი არა. აი აქ, ბოდიში. Российский государственный ამ თბილისი თოქის რაღაცა გვერდებზე შევალ, ცხადია მისი ფოლოვერი არა ვარ, გვერდზე შევალ. იქ უამრავი რუსული ნარატივია და ერთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. აი ამან. Как тебя зовут? Откуда ты? Меня зовут Лиза, я из Батуми. Что ты делаешь в Москве? Учусь Где учишься? на магистратуре Высшей школы экономики. Вау! И сколько... ვიშე სკოლა ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში სწავლობს ეს ბათუმელი გოგო, აჭარიდან გოგო. და მოусმინოთ რას ამბობს. Платишь за учебу? На бюджете учусь бесплатно. Ничего себе, живешь тоже бесплатно? Почти. 2000 рублей. Общага. И как... 70 ლარს ვიხდიო საერთო საცხოვრებელშიო და მე ამბობს იმას, რასაც ამბობს, ანუ ასეთი სწავლება არცად არ არისო და ძალიან გმაყოფილი ვარ და ბედნიერიო. ამბობს ლიზი 18-20 წლის ხო, თუ არ ვცდები 20 წლის ახალგაზრდა გოგო, აჭარიდან კონკრეტულად ალბათ მაინც ბათუმიდან, როგორც მახსოვს, დიახ ბათუმიდან. როგორც ჩააბარეო ეკონომიკის უმაღლეს სკოლაშიო, ეს მომწამვლელი ეკითხება და ლიზიც პასუხობს და პასუხობს. ნუ გაიმეტებთ საკუთარ შვილებს ამ კატასტროფისთვის. რუსეთში სწავლის გაგრძელებას ჯობია ბევრად რომ გამოხვიდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თუ ელიას უნივერსიტეტთან რუსთაველის გამზირზე, შეიწუხოთ თავი და იქნება და ჩვენთან ერთად მოახერხოთ სტუდენტებსაც მიმართავ, აბიტურიენტებსაც მიმართავ ამ სიტყვით და აბიტურიენტების მშობლებს, რომ ამ ბანდა ხელისუფლებას შევაცვლევინოთ ამ მიმართებით პოლიტიკა. განათლების კვლელობა იქნება შევაჩერებინოთ. თუმცა მე ამის იმედი გულახდილად გეტყვით. არა მაქვს, ვიდრე სისტემურად არ შეიცვლება ეს ხელისუფლება, მან შეიძლება გარკვეული ბარტყები გადმოგვიგდოს, გარკვეულ დათმობებზე წამოვიდეს, მაგრამ საბოლოოდ ის არც არაფერს არ დათმობს და თუ დათმობს დროებით, მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ დროს იხელთებს თუ არა მიუბრუნდება საკუთარ ზაკრულ ჯანაფიქრებს. ნუ გაუშვებთ შვილებს რუსეთში სასწავლებლად. ეს არის ჩემი მოწოდება, იმიტომ რომ ამ შვილებს გაუშვებენ მერე, გაიწვევენ მერე რუსულ ჯარში და მოგიწევთ ცინკის კუბოების ჩამოტანა ზოგიერთ თქვენგანს მაინც. თან რუსეთის სასარგებლოდ, რუსეთის მხარეს რო ვიბრძოლებენ, ხო ხვდებით რამდენად საშვილიშვილო სიცხვილი იქნება, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის, რომელიც უთუოდ გაიმარჯვებს. უბრალოდ კიდევ უფრო ხმამაღალი, კიდევ უფრო ოქროსასოებით ჩასაწერი უნდა იყოს ჩვენი გამარჯვება და ერთი ხინჯიც კი არ უნდა არსებობდეს ჩვენს ისტორიაში, ჩემი აზრით. ხინჯი ამგვარი. ხინჯი ჩაწერილი ისტორიაში რუსების მიერ, რომ აი ქართველები უკრაინაში რუსების მხარესაც იბრძოდნენ. კი ახლაც იბრძვიან, უბრალოდ მათი რაოდენობა კრიტიკული არ არის, ბევრნი არ არიან. ქართველები უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძვიან, თორე 5 უგვანი ყველა ქვეყანაში და ყველა ხალხშია ალბათ. მეტი არ უნდა იყოს 6, 7, 50, 60, 500, 600, 5000, 6000, 50000, 60000, 500000, 600000. არ უნდა იყოს. აქ ისე მიხავს ბიზინა ივანიშვილის საქმე, რომ მეტი და მეტი გასწრილი, გარუსებული ქართველი უნდა იყოს ჩვენ საზოგადოებაში. ვერ მიიღებს. თქვენზეც არის დამოკიდებული, რომ ბიზინა ივანიშვილმა და რუსეთმა ეს საკუთარი განზრახვა ვერ შეასრულონ, ვერ განახორციელონ, ვერ აღასრულონ. არ გამოუვიდეთ, მოკლედ, რომ თქვა. ნახვამდის.